როგორ ხარ? დღის მანძილზე ამ შეკითხვას იმდენ ადამიანს ვუსვამთ. პასუხი კი ხშირ შემთხვევაში ერთნაირია ხოლმე. კარგად, მადლობა. მადლობ არამიშავს. და ასე შემდეგ. თუმცა სინამდვილეში იმდენი ემოცია გვაქვს დღის მანძილზე და იმდენი გრძნობა. შენ ფიქრობ ხოლმე შენს გრძნობებსა და ემოციებზე? შეგიძლია თუ არა ჩამოთვალო 6 ძირითადი ემოცია. მოდი მეც გაგახსენებთ, ეს არის გაოცება, სევდა, სიხარული, ზიზღი, შიში და ბრაზი. და სწორედ ეს 6 ძირითადი ემოცია არის დანარჩენი შეგრძნებების სათავე. დღის მანძილზე ძალიან ბევრი შეგრძნება გვაქვს ხოლმე. და ეს შეგრძნებები ცვალებადია და დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. მსგავსი სტიკერები ალბათ ბევრგან გინახავს. შესაძლებელია დაბეჭდილი სახით, ასევე მობილურ ტელეფონსა თუ პლანშეტში. სწორედ მათი საშუალებით შეგვიძლია ავუხსნათ ჩვენგან შორს მყოფ ადამიანებს, თუ რა ემოცია გვაქვს, რას განვიცდით და რას ვგრძნობთ ამა თუ იმ მომენტში. შენ ვის უზიარებ ხოლმე შენს შეგრძნებებსა და ემოციებს? ჩვენი ემოციები ძალიან ჰგავს ამინდს. როგორ ფიქრობ, რატომ? დღეს როგორი ამინდია გარეთ? დღეს 1 მაისია და ჩვენთვის მზიანი ამინდი იყო. თუმცა პერიოდულად ღრუბლიანი. განწყობაც შესაბამისი მქონდა. კარგ განწყობაზე ვიყავი მთელი დღე, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ცოტათი ღრუბლები შეეპარა. ეს შეიძლებოდა ბევრი რამის განყოფილიყო განპირობებული, მაგალითად დაღლილობისგან. მაგალითად იმ გაცდით, რომ რამე ისე კარგად არ გამომივიდა, როგორც მინდოდა და ასე შემდეგ. სწორედ ასეა ჩვენი ემოციები. ამინდივით, ძალიან მარტივად იცვლება. დაფიქრდი, დღეს რამდენჯერ შეგეცვალა განწყობა? შენი აზრით რატომ? როგორ ამინდს დაუკავშირებდი შენს დღევანდელ ემოციებს? ბედნიერს, როგორც მზე, აღფრთოვანებულს, როგორც თოვლის ფიფქებს, თავდაჯერებულს, როგორც ფერად სისარტყელას, აღელვებულს, თუ მოწყენილს, შეცბუნებულს, როგორც ღრუბლიანი მზე, თუ იქნებ დამწუხრებული იყავი, როგორიც ძალიან მუქი ფერის ღრუბლები, ან იქნებ გაღიზიანებული, როგორც ქარბორბალა, ან სულაც გაბრაზებული, ჭექაქუხილივით. რაც უნდა იყოს, ყველა ემოციას აქვს გამომწვევი მიზეზი და ასევე გადაჭრის გზაც. როგორც ამინდია ცვალებადი, ასევეა ჩვენი განწყობაც. ამიტომ თუ ახლა მოწყენილი ან გაბრაზებული ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ დიდხანს გაგრძელდება. ის აუცილებლად შეიცვლება. თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია დაფიქრდე, რატომ მქონდა ეს ემოცია და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა. რასთან არის დაკავშირებული შენი ემოციების ცვლილებები სკოლაში, სახლში? ეს რა თქმა უნდა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დასრულებისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მექცევიან სხვები, როგორ გამოგვივა დავალების შესრულება, როგორ მეძინა, როგორ ვიგრძენი თავი გუნდში, ვინმემ რამე უხეშად ხომ არ მითხრა და რაც ყველაზე მთავარია, როგორ ვექცევით საკუთარ თავს, ვუსმენთ თუ არა მას და ვაკვირდებით თუ არა ჩვენს შეგრძნებებსა და ემოციებს. გახსოვდეს, რომ შენი ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. შენ ყოველთვის შეგიძლია შენი თავისა და სხვისი გაბედნიერება. თუმცა ამისათვის მნიშვნელოვანია იცოდე ემოციების ამოცნობა, შეგეძლოს მათზე დაკვირვება და გამომწვევ მიზეზებზე დაფიქრება. ხოდა მოდი ახლა ერთად დავეხმაროთ ორ მეგობარს. მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. გოგონა მოწყენილია, რადგან გაკვეთილზე რაღაც შეეშალა და თავს შერცხვენილად გრძნობს. როგორ გაამხნევებდი? შენ რა ემოცია გაქვს ხოლმე, როდესაც გრცხვენია და რის გამო გრცხვენია ხოლმე ადამიანებს? რა შეიძლება იყოს ამ ემოციის გამომწვევი მიზეზები? იმსჯელე შენს მეგობრებთან ერთად და გაუზიარე მასწავლებელს. ასევე დაეხმარე ბიჭუნას. ბიჭი თავს შერცხვენილად გრძნობს, რადგან შარვალი გაეხა და ბავშვები დასცინიან. შენ როგორ დაეხმარებოდი ბიჭუნას? შენ როგორ იგრძნობდი თავს მის ადგილზე და აუცილებლად შეაფასე ბავშვების აქციელი და გაუზიარე ნებისმიერ ადამიანს. გირჩევ, ყურადღებით დააკვირდე როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ემოციებს და ეცადე დაეხმარო მათ. გისურვებ თავდაჯერებულობასა და მზიან ემოციებს. დიდი მადლობა და აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი.